Makticomi, TAV Urban საქართველოს, Silk Road Group Holding-ი, IDS Borjomi საქართველოს, Tbilisi Energy, შპს ტრანსპორტი და დასაწყობება, ქართული ცემენტი, BGO ჯგუფი, იგივე Lion Finance Group-ი, რომელიც FTSE 250-ში შევიდა, ესპანური Aqualia საქართველოს, Mindia საბანაძის საინვესტიციო კომპანია IG Development Georgia, Sokar Midstream Operations. ეს არის კომპანიები, რომლებმაც ყველაზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს 2025 წელს. გასულ წელს FDI 7.6%-ით მილიარდ 680 მილიონ დოლარამდე გაიზარდა კომპანიების ათეულში, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო საფინანსო სექტორიდან არიან წარმოდგენილნი. მეორე პოზიციას იკავებს უძრავი ქონება, მესამე ადგილზეა ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინდუსტრია. Sakstat-ის თანახმად კომპანიების ათეულში, რომლებმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩადეს, შედის კომპანია Eagle Hills საქართველოს, რომელიც უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში პირველად მოხვდა. ამასთან იმის შესახებ ინფორმაცია, თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ კომპანიაში, კომერციული საიდუმლოება გახლავთ, თუმცა ცნობილია, რომ Sakstat-ი Eagle Hills-ში ჩადებულ ინვესტიციებს აღრიცხავს როგორც მშენებლობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას, ხოლო ამ სტატისტიკის თანახმად 2025 წლის მეოთხე კვარტალში მშენებლობის სექტორში შემავალი საინვესტიციო ნაკადები 33 მილიონ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირმა სანქციების მეოცე პაკეტიდან ყულევის სპორტი ამოიღო. ამის შესახებ აღნიშნულია დევიდ ოსალივანის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს მიწერა. ირანში შეერთებული შტატების და ისრაელის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებების და ირანის შეიარაღებული ძალების მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. აღნიშნულის ფონზე საწვავი გაძვირდა საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების კორექცია 7 მარტიდან დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში რეგულარის მარკის საწვავზე ფასები 4.15 თეთრით, ხოლო ევროდიზელის ფასები 12-დან 32 თეთრამდე დაკორექტირდა. მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ცნობაზე განაცხადა, არსებული მდგომარეობით 6 წელზე მეტი ხნის გამოშვებული ავტომობილების იმპორტისას მათი გამბაჟებისთვის ძრავის თითოეული კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით დაიბეგრება. წარმოდგენილი ცვლილებებით კი ტარიფი 4.5 ლარი გახდება, რაც აქციზის 5.6 ჯერ გაზრდას ნიშნავს. 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების და ალკოჰოლის და მტკნარი წყლის, პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. ამ მოქმედების შემთხვევაში საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც პეტის პლასტიკის ბოთლებს სრულად აკრძალავს. ფინანსური ზარალი, კადრების ოპტიმიზაცია, კომპანიების ნაწილის დახურვა, სექტორში 2000 სამუშაო ადგილი შეიძლება დაიკარგოს, ფასი კი ლიტრზე 2.5-ჯერ გაიზარდოს. მრავალმილიონიანი ინვესტიციების ფონზე ბიზნესი მოსალოდნელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს პეტის აკრძალვაზე და მთავრობას კონსულტაციებისკენ მოუწოდებს. ამბასადორ კუნძულზე პირველი თაუერის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო. მულტიფუნქციური კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი დოლარი იქნება.